წინა ვიდეოში გავარკვიეთ, რომ 3 ხარისხად -2 არის იგივე, რაც 1 გაყოფილი 3 ხარისხად 2-ზე. კი ბატონო, ეს გავარკვიეთ. მაგრამ მოდი ახლა დავუსვათ ცოტა უფრო ზოგადი კითხვა, რისი ტოლი უნდა იყოს a ხარისხად -b. ესე იგი, როგორ შეგვიძლია განსაზღვროთ რისი ტოლია a ხარისხად -b. დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ თქვენ თვითონ. იმედი სცადეთ. როგორც წინა ვიდეოში განსაზღვრეთ, ან როგორც თქვით, რომ 3 ხარისხად -2 თუ მინდა რომ გავიგო რა არის, საჭიროა გამოვიყენო ხარისხების გარკვეული თვისება. მოდი, მაგ თვისებას გამოვიყენებ ახლა a ხარისხად -b-ს განსასაზღვრავადაც. და როგორ ვიზამ ამას? a ხარისხად -b რომ მაქვს. მე შემიძლია a ხარისხად -b გავამრავლო a ხარისხად b-ზე. და თქვა რომ რადგან ერთნაირი ფუძე აქვს აი ამ ორ რიცხვს, ანუ a ხარისხად -b-ს და a ხარისხად b-ს, შემიძლია ეს გამოვსახო შემდეგი სახით. შემიძლია დავწერო რომ ეს არის იგივე, რაც a ხარისხად b-ს დამატებული -b. ან -b-ს დამატებული b1 და იგივე. ეს ხარისხები უნდა შეიკრიბოს მოკლედ. და რადგან b და -b ჯამში არის 0, რადგან ეს 0-ს გვაძლევს, ესე იგი ეს უდრის a ხარისხად 0-ს. და თუ a 0 არ არის თვითონ, თუ a 0-ს არ უდრის, მაგ შემთხვევაში a ხარისხად 0 აუცილებლად უდრის 1-ს. ესე იგი მე მივიღე, რომ a ხარისხად -b გამრავლებული a ხარისხად b-ზე უდრის 1-ს. მოდი მაგას გადმოვწერე. ესე იგი a ხარისხად -b გამრავლებული a ხარისხად b-ზე არის არის 1-ის ტოლი. არის 1-ის ტოლი. მაშინ ახლა მისია რა იყო აქ? მისია იყო რომ განმესაზღვრა რა არის a ხარისხად -b. ამიტომ მოდი ავდგები და ორივე მხარეს გავყობ a ხარისხად b-ზე და დამრჩება მარცხნივ a ხარისხად -b. a ხარისხად -b ტოლია 1 შეფარდებული a ხარისხად b-ს. a ხარისხად b-ს. ესე იგი რა მივიღე მე? მივიღე რომ ნებისმიერი რაღაცა რიცხვი უარყოფით ხარისხში იგივეა, რაც 1 გაყოფილი ამავე რიცხვსა დადებით ხარისხში. ანუ a ხარისხად -b არის იგივე, რაც 1 გაყოფილი a ხარისხად b-ზე. პრაქტიკულად ეს მინუსი ნიშანს არ უცვლის არაფერს სინამდვილეში და სამაგიეროდ რიცხვს ცვლის ისე, რომ მის შებრუნებულს ვიღებთ. ანუ a ხარისხად -b გვაქვს, რაც არის a ხარისხად b-ს შებრუნებული თურმე. იმიტომ რომ 1 გაყოფილი a ხარისხად b-ს უდრის. აი ეს არის მთელი იდეა, ასე ვთქვათ, ამის. მაგალითად რომ გქონდეს 5 ხარისხად ვთქვათ 3, 5, აი რა პატარა 3-იანი. 5 ხარისხად 3, რომელიც რას უდრის? უდრის 125-ს, 125-ს. მოდი მაშინ განსაზღვროთ რისი ტოლი უნდა იყოს 5 ხარისხად -3 ამის მიხედვით. რისი ტოლი იქნება? ისევ დააპაუზეთ და სცადეთ თქვენ თვითონ. როგორც ახლა ამ წუთას აქ ავხსენით, 5 ხარისხად -3 ნიშანი არ შეიცვლება აქ, უბრალოდ გადაიქცევა 1 გაყოფილი 5 ხარისხად 3. 1 შეფარდებული 5 ხარისხად 3, ხო? აი ასეთ რიცხვად გადაიქცევა. და ეს თავის მხრივ არის იგივე, რაც 1 შეფარდებული 125-თან. ანუ მივიღეთ, რომ 5 ხარისხად 3 თუ არის 125, 5 ხარისხად -3 არის 1 გაყოფილი 125-ზე. ანუ 5 ხარისხად 3-ის შებრუნებული გამოდის 5 ხარისხად -3. მთელი იდეა ესაა უარყოფითი ხარისხის. მოდი ერთი ორი მაგალითი კიდე გავაკეთოთ. თქვათ გვაქვს აი ცოტა საინტერესო იქნება -1/2 -1/2 ხარისხად 3. ახლა ეს რა იქნება? მოდი უბრალოდ გავიხსენოთ ჯერ რა არის ხარისხად 3. ეს არის უბრალოდ 3-ჯერ გამრავლება აი იმ რიცხვის, რაც აყვავს მესამე ხარისხში, ხო? ანუ 3 ამ რიცხვის ნამრავლია. ესე იგი ეს არის -1/2 გამრავლებული -1/2-ზე და კიდევ გამრავლებული ეს -1/2-ზე. ახლა ეს რა იქნება? რადგან 3 უარყოფითი რიცხვი მაქვს, პასუხი იქნება უარყოფითი, ანუ კენტი რაოდენობის უარყოფითი რიცხვი და 1/2 რომ გავამრავლო ასე თავის თავზე, ხო? ანუ რომ ავიყვანო კუბში, იქნება 1/2. ანუ ესე იგი მივიღე -1/2. კი ბატონო, ესე იგი -1/2-ის კუბი არის -1/2, ძალიან კარგი. მაგრამ ახლა საინტერესო კითხვა მომდის, რა არის -1/2 ხარისხად -3? მოდი განსაზღვროთ აი ამის მიხედვით. მე ვთქვი რომ -1/2 ხარისხად 3 არის -1/2. მოდი მაშინ ვიტყვი რომ -1/2 ხარისხად -3 იქნება 1 გაყოფილი -1/2-ზე. ამიტომ სხვა ფერით დავწერ. აი ეს მონაწილეობს აქ -1/2-ზე. აი ეს. -1/2-ზე ყოფ 1-ს. ახლა ეს რა არის? ან მოდი ნაბიჯს არ გამოვტოვებ საერთოდ. გადმოვწერ ჯერ პატიოსნად, რომ ეს არის -1/2 ხარისხად 3, ანუ -3 და 3, ესე გადავიყანე, როგორც წეღან მოვჩვენეთ. ახლა გადავწეროთ ეს რას უდრის ზემოთ რომ განსაზღვროთ მაგის მიხედვით. ეს არის იგივე რაც 1 გაყოფილი -1/2-ზე და ეს როგორ შემიძლია გავამარტივო? რადგან წილადზე ვყოფ, შემიძლია მაგის შებრუნებულზე გავამრავლო, ხო?
ანუ ეს სინამდვილეში იქნება 1 გამრავლებული -1/-ის შებრუნებული რა არის -8/1. და ესე იგი მივიღე, რომ ამისი პასუხი, მოდი იგივე ფერით დავწერე, ამისი პასუხი გამოდის უბრალოდ -8. და მართლაც თუ დავკვირდებით, როცა მაქვს რიცხვი, რომელიც არის წილადი, ხო, და ნაკლებია 1-ზე. მაშინ ხარისხებში რომ ამყავს, უფრო და უფრო მცირდება. მაგრამ როცა მინუს ხარისხებში ამყავს, პირიქით მის შებრუნებულს ვიღებ და ამიტომ უფრო და უფრო იზრდება, აი -3 ხარისხში 8 გახდა, არადა თავიდან, -8 გახდა, არადა თავიდან -1/2 იყო. და საინტერესო კიდევ ის არის, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაკვირდეთ რას, რომ აქ დადებითი ხარისხი მაქვს, აქ უარყოფითი ხარისხი, მაგრამ პასუხი ორივეჯერ იყო უარყოფითი. ანუ რეალურად ხარისხების ნიშანს თვითონ რიცხვის ნიშანზე გავლენა არ აქვს. უბრალოდ ხარისხის ნიშანი იმას მეუბნება, რიცხვი სად უნდა იყოს ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად თუ მნიშვნელში, ანუ რიცხვში თუ მნიშვნელში. რაღაც რიცხვი მაქვს თუ მისი შებრუნებული.